ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიწყებს გადაცემათა ციკლს საუბრები ძველი აღთქმის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ წიგნი ბიბლია არის უპირველესი სახელმძღვანელო ეკლესიისათვის და საერთოდ, როდესაც საუბრობთ ჩვენ რელიგიის შესახებ, სახელმძღვანელოდ ყოველთვის წარმოვიდგენთ ბიბლიის წიგნს. ბიბლია არის წიგნი, რომელიც როგორც წმინდა მამები ამბობენ, დაუსრულებლად გამოსაძიებელი წიგნია. იგი ბერძნული სიტყვაა თვითონ ბიბლია მოგეხსენებათ თქვენ და ნიშნავს წიგნების კრებულს, ანუ მრავალ წიგნს. რა თქმა უნდა, მისი შექმნის საკმაოდ დიდი ისტორია არსებობს და დღევანდელ ჩვენს გადაცემაში შეძლებლის დაგვარად შევეცადოთ, როგორ იქმნებოდა წარმოვაჩინოთ, თვალსაჩინოთ, როგორ იქმნებოდა ბიბლიის წიგნი, საიდან იწყება საფუძველი ამ წიგნის დაწერის და ვინ არიან ამ წიგნის ავტორები და საერთოდ ბიბლიის წიგნის შედგენილობის შესახებ მინდა გესაუბროთ დღევანდელ დღეს. ბიბლია განიყოფება ორ ნაწილად, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. თავისთავად სახელწოდება აღთქმა ნიშნავს იმას, რომ აღთქმა იდება ორ, ასე ვთქვათ, პიროვნებას შორის. ამ შემთხვევაში ერთი, რა თქმა უნდა, ღმერთია და მეორე ადამიანი. ესე იგი, არის აღმთქმელი, ანუ შემოქმედი ღმერთი, რომელიც ადამიანებს უდებს რაღაც პირობას და რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც აი ამ აღთქმაზე პასუხობს დადებითად. ურთიერთობის ფორმა ასეთია, ღმერთი აძლევს ადამიანს შემეცნებას, სწავლებას, ცხოვრების შესახებ და ადამიანი პასუხობს შესაბამისად ადეკვატურად, რადგანაც მოწოდება სწორედაც ღვთისაგან ადამიანისკენ არის მიმართული. ამიტომაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, იგი განიყოფება ორ ნაწილად, ძველ და ახალ აღთქმად. ქრისტემდელ კაცობრიობის ისტორიას ეწოდება ძველი აღთქმა, ხოლო ქრისტეს შემდგომ ეპოქას ეწოდება ახალი აღთქმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი აი ამ დაწერის დროის მიხედვით განიყოფება ორ ნაწილად. ისე კი მთლიანობაში ის ერთ სრულყოფილ ორგანიზმს წარმოადგენს, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, დაწერის დროის და მიხედვით განიყოფება ორ ნაწილად. ქრისტემდე კაცობრიობა და ქრისტეს შემდგომი კაცობრიობა. ძველი აღთქმის წიგნები იწერებოდა, მისი დაწერის ისტორია დაკავშირებულია მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრებასთან. მანამდე, როგორც წმინდა მამები გვამცნობენ ამის თაობაზე, ეს წიგნი ზეპირსიტყვიერებით, ანუ თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რადგანაც როგორც ჩანს, არ იყო იმისი აუცილებლობა, რომ წიგნს ასეთი ფიქსირებული სახე მიეღო და ის, ასე ვთქვათ, დაწერილიყო. მაგრამ შემდგომში, როგორც ჩანს, ღვთის განგებულებამ მოითხოვა, რომ ეს წიგნი დაწერილიყო და პირველი ბრძანება წიგნის დაწერის შესახებ გამოსვლათა წიგნში მინიშნებულია, რომ მოსე წინასწარმეტყველს უფალი პირდაპირ ავალებს, რომ მან დაწეროს ყოველივე ის სიტყვა, რომელიც მის მიმართ იქნება მიმართული და მართლაც შემდგომ თავებში უკვე არის იმაზეც საუბარი, ამისი ციტირებაც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ მოსემ აღასრულა ყოველივე რაც ღმერთმა დაავალა მას, იგულისხმება წიგნების აღწერა და თავდაპირველი წიგნები, ანუ მოსეს ხუთწიგნეული, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, წიგნებია დაბადება, გამოსვლათა, რიცხვთა, ლევიტელთა და მეორე ჯულის წიგნი დაწერილი არის მოსე წინასწარმეტყველის მიერ. რა თქმა უნდა, აქ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ თავისთავად თვითონ ალბათ არ იჯდა და ამ წიგნებს არ წერდა, რადგანაც მას, რა თქმა უნდა, უდიდესი მისია ეკისრა ებრაელი ერის წინაშე და ზოგადად კაცობრიობის წინაშე, მაგრამ როგორც ჩანს, მას უნდა ჰყოლოდა სტენოგრაფისტები, გადამწერები, რომლებიც მას ყოველთვის თანახმდნენ, ყოველთვის აფიქსირებდნენ, ფიქსირებულ სახეს აძლევდნენ იმ ბრძანებებს, რომელსაც მოსე იძლეოდა და ასე იქმნებოდა აი ეს წიგნები, ანუ უნდა ვთქვათ, რომ პირველი ხუთწიგნეული, მოსეს ხუთწიგნეული დაწერილია უშუალოდ მოსე წინასწარმეტყველის მიერ, როგორც უკვე მოგახსენეთ, დამხმარე ადამიანების საშუალებით.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური წიგნები შედგება 50 წიგნისაგან შედგება იგი, ძველი აღთქმის წიგნები. რა თქმა უნდა, ეს წიგნები მეტნაკლებად დიდი ან პატარა მოცულობისაა, მაგრამ რადგანაც ის განსხვავებულ თემატიკას და ავტორიც შეიძლება სხვა თემაზე გვესაუბრებოდეს, ამიტომაც ისინი ცალკე წიგნებად მოიხსენიებიან და როგორც უკვე მოგახსენეთ, მათი რაოდენობა არის 50. აქედან რამდენიმე წიგნი, ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნი გახლავთ არაკანონიკური წიგნები. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის წიგნების გახლავთ კანონიკური წიგნები. მინდა სიცხადე შევიტანო ნათქვამში და მოგახსენოთ, რომ კანონიკური და არაკანონიკური წიგნები უნდა გავიგოთ შემდეგნაირად. კანონიკურია წიგნები, რომლებიც ეკლესიის მამათა მიერ იწოდება, ასე ვთქვათ, ღვთივსულიერ წიგნებად. რითი ხდება ამისი განსაზღვრება? კერძოდ საკუთრივ იმით, რომ ისინი ნამდვილად იცის ეკლესიამ, რომ ამ წიგნების ავტორები არიან ესა თუ ის გამოჩენილი ადამიანები, წმინდა წერილისათვის ცნობილი ადამიანები და ამდენად მათ ღვთივსულიერებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მაგრამ არის წიგნები, რომელთა წარმომავლობა ჩვენთვის გაურკვეველია ამ ეტაპზე, არ ვიცით დანამდვილებით მისი ავტორის ვინაობა, ამდენად რა თქმა უნდა ეს წიგნები ბიბლიის წიგნთა კანონთა სიაში შესული არიან, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ის ხარისხი და მნიშვნელობა, რომელიც გააჩნიათ კანონიკურ წიგნებს. ამდენად ეკლესიის პრაქტიკაში ასე არის დაყოფილი, რომ არსებობს კანონიკური და არაკანონიკური წიგნები. კანონიკურ წიგნებს ვიყენებთ ჩვენ სახელმძღვანელოდ, რითაც სულიერ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, განსაზღვრავთ პრიორიტეტებს. რაც შეეხება შინაარსს წმინდა წერილისა. ისე როგორც ახალი აღთქმის, ასევე ძველი აღთქმის წიგნები შინაარსის და მიხედვით განიყოფებიან 4 ნაწილად. პირველი ეს არის ისტორიული ხასიათის წიგნები, სადაც მეტნაკლებად ისტორიულ მასალებს ვეცნობთ ჩვენ. მინდა აქვე შევნიშნო, რომ ბიბლია არ გახლავთ მარტო ოდენ, ასე ვთქვათ, რელიგიური წიგნი. ბიბლიის საფუძველზე ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი და მოვლენა დაფიქსირებულა, რომელსაც ნათელი მოუფენია კაცობრიობის ისტორიისათვის. ამდენად ბიბლია, როგორც უკვე მოგახსენეთ, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური წიგნი არ არის. მასში არის ძალიან ბევრი და მდიდარი ისტორიული მასალა, რომელიც უთხოვარ ცნობებს შეიცავს, როგორც არქეოლოგიაში, ასე ისტორიული კვლევის შესახებ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ისტორიული ნაწილი, აგრეთვე არის სწავლა-მოძღვრებითი ხასიათის, რჯულდებითი ხასიათის და წინასწარმეტყველებითი ხასიათის წიგნები. კიდევ ერთხელ მინდა კარგად ჩამოვაყალიბოთ, ესე იგი, შინაარსობრივად იგი 4 ნაწილად განიყოფება. ეს არის რჯულდებითი ხასიათის წიგნები, სწავლა-მოძღვრებითი ხასიათის წიგნები, ისტორიული ხასიათის წიგნები და წინასწარმეტყველებითი ხასიათის წიგნები. რა თქმა უნდა, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე უშუალოდ წიგნების შესახებ, იქ აუცილებლად ჩვენ შევიტანთ შენიშვნებს, რომელი არის სწავლა-მოძღვრებითი ხასიათის წიგნები და რომელი არის სხვა შინაარსის მქონე წიგნები. რაც შეეხება სადამწერლობო ენას, რა ენაზე იწერებოდა ძველი აღთქმის წიგნები? რა თქმა უნდა, ეს იწერებოდა ებრაულ ენაზე, რადგანაც ისტორია, ბიბლია ზოგადად წარმოადგენს ებრაელიერის ისტორიას. აქედან გამომდინარე, ის განკუთვნილი იყო უშუალოდ ებრაელიერისადმი, ამდენად მისი ავტორებიც გახდნენ ებრაელი ადამიანები, აქედან გამომდინარე, წიგნების სადამწერლობო ენაც გახლავთ ებრაული ენა. მაგრამ შემდგომში, ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნეში, როდესაც ებრაელიერი აღმოჩნდება ბაბილონის ტყვეობაში, აი ამ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ წიგნების სადამწერლობო ენა მეტნაკლებად იცვლება და ებრაულ ენას უფრო ხშირად ენაცვლება არამეული ენა. არამეული ენა გახლავთ ებრაული ენის დიალექტი, სემიტური ენის დიალექტი, აქედან გამომდინარე, იგი უფრო პრაქტიკული ხდება მოსახლეობისათვის. არსებობს ასეთი ცნობები, რომ ებრაელმა ერმა ბაბილონის ტყვეობაში იქ შეიძინა მან ეს არამეული ენა და ამდენად, როგორც უკვე მოგახსენეთ, მე-6 საუკუნიდან ქრისტეს შობამდე ებრაელი ერის
მეტყველებაში ჩნდება უკვე არამეული დიალექტი და შესაბამისად წიგნებიც ხშირად იწერება უკვე არამეულ ენაზე. Რა თქმა უნდა, ახალი აღთქმის პერიოდისათვის მაცხოვრის განკაცების შემდგომ წიგნების სადამწერლობო ენა შეიცვლება, ის უფრო ბერძნულ ხასიათს მიიღებს, რადგანაც მოციქულთა ეპისტოლეები, სახარებები, მათე სახარების გარდა იწერებოდა ბერძნულ ენაზე, რადგანაც ამ პერიოდისათვის ებრაული ბერძნული ენა უფრო პოპულარული იყო მოსახლეობაში. Როგორ მოაღწია ჩვენამდე ბიბლიურმა ტექსტებმა? ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. Როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიბლიის უმთავრესი დიდი ნაწილი დაწერილი იყო ებრაულ ენაზე და მისი თარგმანები აუცილებლობა, რადგანაც არ არსებობდა, ალბათ არც იყო სხვა ენებზე თარგმნილი. ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში, ზუსტად 273 წელს ქრისტეს შობამდე ეგვიპტის მეფე პტოლომეოს მეორის მიერ მოწვეულ იქნებიან ებრაელები 70 მთარგმნელი, რომლებსაც დაევალებათ თარგმნონ ებრაული ტექსტები ბერძნულ ენაზე. ეს თარგმანი შესრულდა კუნძულ ფაროსზე და მასში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მონაწილეობას ღებულობდა 70 სწავლული ებრაელი, რომლებიც თარგმნიდნენ ებრაული ენიდან ბერძნულ ენაზე და ამ ტექსტს ეწოდება სეპტუაგინტა, ანუ ბერძნული სიტყვისგან 70-ის თარგმანი. სწორედ ეს სეპტუაგინტა გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კანონიკურ ტექსტად მიჩნეული ცნობები, უფრო სწორედ წიგნი ბიბლიის შესახებ და როდესაც ჩვენ საუბრობთ კანონიკური ტექსტების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, წარმოვიდგენთ აი ამ ტექსტს სეპტუაგინტას, რომლის საფუძველზეც ხდება ხოლმე შემდგომში თანამედროვე ენებზე ბიბლიის ტექსტების გადმოტანა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა თარგმანებიც, ეს არის ვულგატა, არსებობს სხვა ტექსტები კიდევ, რომლებიც ჩვენამდე არის მოღწეული, მასორეთული ტექსტები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უპირველესი წყარო ეს არის სეპტუაგინტა და რაც შეეხება ქართულ ტექსტებს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს მცხეთური ხელნაწერი, რომელიც მეტნაკლებად სრული არის, რაც ყოველ შემთხვევაში 90-იან წლებამდე ჩვენთვის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა, აი ამ ტექსტებით ხელმძღვანელობდით სტუდენტობის პერიოდში. არსებობს აგრეთვე სინოდალური კანტორის მიერ სახელდებული, ასე თარგმნილი ტექსტი ძველი და ახალი აღთქმის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში გამოიცა და დღევანდელი ბიბლია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სრულყოფილი სახით, ეს არის მისი უწმინდესობის მიერ 1989 წელს საქართველოს საპატრიარქოს სახელით გამოცემული ბიბლიის ეს წიგნი, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს ყველაზე, ასე ვთქვათ, სრულყოფილ თარგმანს ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნების და რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოებისათვის, სწორედ ამ წიგნით ხდება შემეცნება ბიბლიური ტექსტების. რა თქმა უნდა, ეს ტექსტი გახლავთ თანამედროვე ენაზე თარგმნილი, საეკლესიო ღვთისმსახურებაში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ ტექსტს არ ვიყენებთ, იქ ძველ ქართულ ტექსტებს ვიყენებთ. ეს უკვე გათანამედროვეული ტექსტია, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის უფრო ადვილად აღსაქმელია და ეს ენა, რომელი ენაზედაც არის ეს წიგნი დაწერილი, ყველაზე ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ტექსტი როგორ იწყება. რა თქმა უნდა, ის იწყება 6 დღეთა, ასე იწოდება იგი, შესაქმის პერიოდით. ეკლესიაში მას ასე უწოდებთ შესაქმის პერიოდი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილია ეს ყველაფერი, ტექსტების ისტორია, მაგრამ აი თვითონ უშუალოდ ტექსტი იწყება დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაიდა ქვეყანა. აი ეს სიტყვები შეიძლება ითქვას, რომ
კაცობრიობის ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო. წინაპრები ფაქტიურად აღიზარდნენ ისეთ პერიოდში, როდესაც ბიბლიური შესაქმის და მიხედვით არ ხდებოდა, რა თქმა უნდა, სამყაროს გააზრება. ჩვენი წინაპარი თაობისათვის, უშუალო წინაპარი თაობისათვის, ჩვენ და სამწუხაროდ ტოტალიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, იმ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან და ცნობიერებიდან გამომდინარე, რომელშიდაც ჩვენ ცხოვრობდით და ჩვენი უშუალო წინაპრები ცხოვრობდნენ, ეს ღირებულებები, რელიგიური ღირებულებები ჩვენ და სამწუხაროდ საკმაოდ დაკნინებული იყო და ამდენად ბიბლიური შესაქმის შესახებ სამყაროს შექმნის ისტორია ბევრისთვის უცხო იყო და შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა არც კი იცოდა, რომ ასე ვთქვათ, დარვინიზმს გააჩნია ალტერნატივა და ეს არის ბიბლიური შესაქმე. რა თქმა უნდა, დღეს მდგომარეობით დამოკიდებულება და აზროვნება მეტნაკლებად შეცვლილია, მაგრამ სამწუხაროდ უფროსი თაობის ადამიანებში კვლავ დარჩა აი ეს ცოდნა, ცნობიერება დარვინიზმთან დაკავშირებული. სამწუხაროდ დღესაც, როდესაც შეიძლება შეკვდეს ადამიანი, რომელიც ძალიან განათლებული შეიძლება იყოს, მაგრამ ის რელიგიურად შეიძლება ძალიან ცდარად აზროვნებდეს, რადგანაც მისთვის ეს არავის არ უსწავლებია და 70 წლიანი აი ეს კარჩაკეტილობა, მმართველობის ფორმა, რომელიც ასე ვთქვათ, სოციალიზმთან იყო დაკავშირებული, ბევრწილად შეიძლება არ შეესაბამებოდეს აზროვნებას, რომელიც რელიგიურია და ბიბლიაზე არის დაფუძნებული. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მდგომარეობით ეს სურათი იცვლება და ჩვენ საზოგადოებაში თანდათანობით მკვიდრდება, მყარდება უпроსორად ითქვას აზრი კაცობრიობის წარმოშობის შესახებ, რომელიც ბიბლიაზე არის დაფუძნებული და შესაქმის 6 დღეთას მიხედვით უნდა გვესმოდეს ჩვენ. დღეს ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც უფროსი ადამიანები უბრუნდებიან ეკლესიას, აი თაობის ადამიანები, რომლებმაც ამ პერიოდში იცხოვრეს, ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, მარწუხები გამოიარეს მათ და მათთვის ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც ეკლესიაში მოძღვრისაგან ქადაგებაში ან თვითონ ეცნობიან საეკლესიო გამოცემების საშუალებით აი ამ ალტერნატიულ წარმომავლობის ისტორიას, რომელიც კაცობრიობას უკავშირდება. და აქედა ამიტომაც ვთქვი ეს სიტყვები, რომ აი ეს ბიბლიის შესავალი, ბიბლიის პირველი სიტყვები დასაბამად ქმნა ღმერთმა ცადა ქვეყანა ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე დაფიქრების საფუძველი, რადგანაც როგორც უკვე მოგახსენეთ, სამყარო არის ღვთისაგან შექმნილი და მთელი ბიბლიური ისტორია სწორედ აი ამ კვალს მიყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ გადაცემებზე აუცილებლად ვისაუბრებთ პირველი, მეორე და ასე შემდეგ ყველა დღეების შესახებ, შემდეგ ადამიანის შექმნის შესახებ და შემდეგ იმ ისტორიის შესახებ, თუ როგორ განვითარდა კაცობრიობა, აუცილებლად ვისაუბრებთ საბედისწერო შეცოდების შესახებ, რომელიც გახდა ადამიანთა, ასე ვთქვათ, ადამიანის დაცემის საფუძველი შეცოდება, რომელმაც საშინელი შედეგებამდე მიიყვანა კაცობრიობა და ღვთის გულმოწყალება, ღვთის ხელი, რომელიც არასდროს არ ტოვებს ადამიანს, მისი თვალი, რომელიც ყოველთვის უყურებს ადამიანის ცხოვრებას და როგორ ზრუნავს შემოქმედი ადამიანზე, როგორ არ დატოვა მან ასე ობლად ადამიანი და ამის შემდეგ როგორ ხდება ადამიანისაგან აი იმ გზის ძიება, რომელიც აღადგენდა იმ ჩატეხილ ხიდს, იმ გზას, რომელიც ადამიანმა დაკარგა უფალთან მისასვლელი. აი ამ გზით შევეცდებით ჩვენ გავყვეთ ბიბლიის ტექსტების ისტორიას, შეძლების დაგვარად გავეცნოთ არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ეგზეგეტიკას, თუ როგორ ესმოდათ ეს ტექსტები წმინდა მამებს, როგორ გვასწავლიან ისინი მათ განმარტებებს და შეძლების დაგვარად ჩვენც მომდევნო გადაცემებში აუცილებლად შევეცდებით, რომ საზოგადოებისათვის უფრო ახლოს მივიტანოთ
ბიბლიური ტექსტები კომენტარებთან ერთად, რადგანაც შეიძლება თვითონ ტექსტს ეცნობოდეს ადამიანი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ის არის დაუსრულებლად საძიებელი წიგნი, ამდენად მის შესახებ არსებობს ძალიან ღრმა და შინაარსიანი კომენტარები წმინდა მამათა მიერ გაკეთებული. ეს ფასდაუდებელი განძია ჩვენთვის, რადგანაც თვითონ ადამიანს თავისთავად შეუიარაღებელი თვალით ძალიან უჭირს წმინდა წერილის ტექსტების გაგება, რადგანაც იქ არის ძალიან რთული ადგილები, რომლებიც წმინდა მამათა განმარტებების გარეშე ძალიან ბუნდოვან და ისე ვთქვათ ამოუხსნელ კითხვებს დაბადებს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის შევეცდებით, რომ წმინდა წერილის ტექსტები შევიმეცნოთ და გავიგოთ წმინდა მამების განმარტებების მეშვეობით, რადგანაც ისინი არიან ჩვენთვის გზამკვლევები აი ამ დიდ საქმეში.